ყველაფერს დედას ვეტყვი. ყველას გსმენია ეს ფრაზა, ხო? და ერთი შეხედვით ისეთი არაფერია, ხო? მაგრამ რეალურად ეს არის გზა ჩამშვებობისკენ, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის სასარგებლო თვისება. ხშირად თავად მშობლები ამბობენ ამას. მამა რომ მოვა, ყველაფერს მოუყვები შენზე. ან მასწავლებელს მოვახსენებ სახლში როგორც იქცევი. ან ტრენერს არ აქვს მნიშვნელობა. და ბავშვი ხედავს მაგალითს და იმის ნაცვლად რომ ისწავლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ისწავლობს. თავარია დავასმინო და შემდეგ სხვები მიხედავენ. სხვა თუ ცუდი იქნება, ეს საკმარისია, რომ მე კარგი ვიყო. ფრთხილად უნდა ვიყოთ ასევე შედარებებთანაც, ხო? ნახე ის ბავშვი როგორც ცუდად იქცევა. ასეთ სიტყვებით ვასწავლით მას სხვის საქმეში ჩარევას, სხვის კრიტიკას. თუ ბავშვები ერთმანეთს ასმენენ, შეგიძლიათ უთხრათ, თითოეული თავისი თავის დარაჯია. თუ რაღაც სერიოზული მოხდა, შეგიძლიათ იმის ნაცვლად რომ ბრაზიანად ვკითხოთ ეს ვინ გააკეთა, ვკითხოთ აბა ვინ არის მამაცი და მზად არის აღიაროს, ხო? ასევე უნდა ვეძიოთ მიზეზი, როდესაც ხშირად ჩვენი ბავშვები ერთმანეთს ასმენენ ოჯახში, ერთ ოჯახში. ხშირად მიზეზი არის ეჭვიანობა ან ზედმეტად მკაცრი მოთხოვნები საკუთარი თავისადმი. აქ მნიშვნელოვანია არ გავკიცხოთ, არამედ ავუხსნათ. მე ორივე ერთნაირად მიყვარხართ და კარგი ადამიანობა ნიშნავს და მეც გამიხარდება, თუ საკუთარ თავზე იზრუნებ და ერთმანეთის დასმენით და კრიტიკით არ დაგავდებით. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბავშვებს ჩვენურად ესმით ყველაფერი შესაბამისად, როდესაც რაღაცას უხსნით და კომუნიკაცია გაქვთ, მათზე დროს ხარჯავთ, ისინი ჩვენურად გებულობენ. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი მაგალითის ჩვენება, არა დასმენა და დამსჯელი ინსტანცია სხვა ავტორიტეტის გამოყენება, არამედ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. მაშინ ფრაზა ყველაფერს დედას ვეტყვი, დროთა განმავლობაში თავისთავად გაქრება. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ნახვამდის.